Თქვენახევარში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ვის დაუპირისპირებს ოპოზიციას სახელმწიფო კანდიდატებს, ჯერ კიდევ უცნობია. მმართველი გუნდის ოპონენტები ამ დრომდე არ ასახელებენ არც მერობის და არც მაჟორიტარული ოლქების კანდიდატთა ვინაობას. ამბობენ, რომ ვადა ჯერ კიდევ აქვთ და 4 ოქტომბრამდე შეჯერებას მოახერხებენ. რა თქმა უნდა, კოორდინაცია გვაქვს და მიდის სამუშაო პროცესი და მოყალიბდებით. არის რამდენიმე კანდიდატი შერჩეული და ასე შემდეგ. მერობის კანდიდატებთან დაკავშირებითაც იგივეს გეტყვით, მაგრამ ბოლომდე ჯერ ყველაფერი არ არის ჩამოყალიბებული და სადღაცა სულ მაქსიმუმ 10 დღემდე გვაქვს დარჩენილი და იმედია, რომ 10 დღეში ყველაფერი გაიგო. ტელეკომპანია Argo თავისუფალ სექტორს იწყებს. პირველი პოლიტიკური შინაარსის გადაცემა ეთერში საინფორმაციო გამოშვება სპექტრის შემდეგ 21 აგვისტოს საღამოს 8 საათიდან გავა. მისი წამყვანი ჟურნალისტი მარიამ კარტოზია იქნება. როგორც მარიამი ამბობს, თავისუფალი სექტორის საინტერესო პლატფორმა იქნება პოლიტიკური სუბიექტებისთვის, რათა მათ პარტიული გზავნილები სწორად და ღიად მიაწოდონ ამ მომრჩევლებს. გადაცემა ყოველკვირეული იქნება, ის ეთერში 5 შაბათობით გავა. არჩევნების წინ კი პროცესში ჩართული მხარეების მონაწილეობით ტელედებატი გაიმართება. კვირაში ერთხელ ზესტაფონის მოქალაქეებს საშუალება იქნებათ, რომ მოусმინონ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. განსაკუთრებით ეს აქტუალურია, იმიტომ რომ ზუსტად თვენახევარში დგება თვითმმართველობის არჩევნების საკითხი. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების გზავნილების გაზიარება მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამის მაგალითი და სწორედ ამის ტრამპლინია ჩვენი გადაცემაც და ეს არის დამაკავშირებელი ხიდი ორ საზოგადოებას შორის, ეს არის პოლიტიკური პარტიები და ეს არიან მოქალაქეები. მე მიხარია, რომ ვარ ერთ-ერთი როლის შემსრულებელი ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ რეგიონისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ატარებს ეს დღე და მოხარული ვიქნები, როდესაც გავა ეს გადაცემა, თუ მოქალაქეებს დაინტერესებთ, თუ წამოვა უკავშირი საკმაოდ დადებითი, მე მინდა გითხრათ, რომ პირველად ვიღებ მონაწილეობას და ეს არის ჩემთვის დებიუტი, შესაბამისად, მე მივიღებ ნებისმიერ რჩევას ადამიანებისგან, ვიქნები ღია, რომ გავითვალისწინო ყველა ის რჩევა, რომელსაც მომცემენ, ის უკავშირები მივიღო და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ეს ინფორმაცია, რომელსაც არ გვაძლევს მოქალაქეებს, მათთვის იქნება ინფორმაციული და საინტერესო. ალასკაზე ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ ვაშინგტონში უკვე პრეზიდენტ ზელენსკის უსმენენ. საგულისხმოა, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი შტატებში მარტო არ ჩასულა. სამშვიდობო შეთანხმების მიზნით ამერიკაში მასთან ერთად ევროპელი ლიდერებიც გაემგზავრნენ. მოლაპარაკებები სხვა საკითხებთან ერთად უსაფრთხოების გარანტიებს, ტერიტორიულ საკითხებს და უკრაინისთვის რუსეთის აგრესიისგან თავდაცვაში მხარდაჭერის გაგრძელებას მოიცავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შეხვედრა სანქციებით ზეწოლით შენარჩუნებასაც გულისხმობს. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მიმდინარეობს ეხლაც გრძელდება მოლაპარაკებების სერია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ევროპის ლიდერებიც მონაწილეობს თვითონ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და რა თქმა უნდა მთავარი მომრიგებელი ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ეხლა როგორც ტრამპ-პუტინის მოლაპარაკებამ, ისე დღეს მიმდინარე მოვლენებმა რამდენიმე ისეთი კითხვის ნიშნები გააჩინა. უპირველესად ხედველობაში მაქვს ის, რომ რამდენად იქნება უკრაინის სუვერენიტეტი დაცული საბოლოოდ, ძნელი სათქმელია და რთულია და ძალიან ცუდი იქნება თუ შელახული იქნა უკრაინელი ხალხის ინტერესი, მაგრამ არის კიდევ უფრო რთული პრობლემა. რაც გააჩინა როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა. ფაქტიურად გამოდის, რომ მსოფლიოში დღეს მოშლილი არის კოლექტიური უშიშროების დაცვის მექანიზმები. და დამოკიდებული არის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, დამოკიდებული არის გარკვეულ ლიდერებზე.
ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია თუ ასე გაგრძელდა, იმიტომ რომ ხედავთ ახლა ჩვენ რომ გაერო ფაქტიურად თამაშგარე მდგომარეობაშია, მით უმეტეს მისი უშიშროების საბჭო, რომ ამისთვის შეიქმნეს ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ასევე ევროკავშირის როგორც ასეთი ევროკავშირი როგორც ორგანიზაცია ფაქტიურად არ მონაწილეობს და მხოლოდ ლიდერები მონაწილეობენ და მადამოკიდებულებაზეა ბევრი რამ ასევე გადასაწყვეტი როგორ გადაწყდება საკითხები და აქედან გამომდინარე ისმის კითხვა კი მაგრამ ამა თუ იმ სახელმწიფომ თავისი სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე როგორ დაიცვას თავისი თავი განსაკუთრებით ისეთმა პატარა ქვეყანამ როგორიც საქართველოა სამწუხაროდ კი რა ხდება ჩვენთან ახლა საზოგადოებაში ამ ცვლილებებს რომელიც ხდება მსოფლიოში ჩვენი საზოგადოება ვერ მიყვება და მხოლოდ ცივი ომის ეპოქიდან გამომდინარე მსჯელობს ვინ არის მტერი ვინ არის მოყვარე და ვინ დაიცავს ჩვენ მშვიდობას სამწუხაროდ ერთი რეალობა ეს ჩემი აზრია რომ კიდევ ერთხელ მტკიცდება რომ სოფლიო პოლიტიკაში მეგობრები არ არსებობენ და მხოლოდ ინტერესების მიხედვით მოქმედებენ სახელმწიფოები. დღეს ჩვენ აი ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ უპირველესად როგორც რეგიონული მასშტაბით, ისე სოფლიო მასშტაბით. კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან ცუდი წინასწარმეტყველება მაქვს, მაგრამ არ დავრჩეთ საერთოდ არა მარტო ჩვენ, არამედ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოდ ყოველგვარი დაცვის გარეშე. იშვიათი დაავადებების სამკურნალო პროგრამა ფართოვდება ცისტური ფიბროზით დაავადებული პაციენტებისთვის, საინჰალაციო პრეპარატებისთვის, ანტიბიოტიკებს, ვიტამინებსა და სხვადასხვა მედიკამენტებს სახელმწიფო შეისყიდის. იზრდება მათთვის სტაციონარული მომსახურებით დაფინანსებაც. მინისტრის თქმით, აღნიშნული შეთავაზება მკვეთრად გააუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს და ხელს შეუწყობს დაავადებების მართვას. მედიკამენტებით უზრუნველყოფა ეტაპობრივად ოქტომბერს და ნოემბერში დაიწყება. ეს მიმდინარე წელს განხორციელებული მეორე ცვლილება იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში. სამინისტრომ რეგიონებში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსება ივლისში დაიწყო. პროგრამის ბიუჯეტი 55 მილიონი ლარია. ჩვენ გვაქვს გარკვეული სიახლე ამ შეხვედრის ინიციატორი სამინისტრო იყო, სიახლე შეეხება იმ მედიკამენტების და იმ ცალკეული პროცედურების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საკითხს, რომელიც ყველასთვის, ვინც დაავადებულია ცისტური ფიბროზით, ყველასთვის თანაბრად აუცილებელია და მოთხოვნადია. გავაცანით ასევე ამ დაინტერესებულ პირებს ის გეგმები სამომავლოდ, რაზედაც სამინისტრო გეგმავს მუშაობას და შესაბამისად მოახლოეს მომავალში როგორი იქნება უშუალოდ შემდგომი განვითარება. უმძიმესი ტვირთი დაკავშირებული ფინანსებთან, რასაკვირველია, მოიხსნება მას შემდეგ, რაც სახელმწიფო შეძლებს და საკუთარ თავზე აიღებს ცალკეული ხარჯების დაფინანსებას, გარკვეული მედიკამენტებით უზრუნველყოფას, გარკვეული სამედიცინო манипуляციების ხარჯების დაფინანსებას და ასე შემდეგ. ეს უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული ფორმაა იშვიათი დაავადებებისა, რომელსაც რა თქმა უნდა სჭირდება განსაკუთრებული მზრუნველობა და დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფო ბუნებრივია გააგრძელებს მუშაობას ამ დიაგნოზის მქონე ადამიანების მეტი უზრუნველყოფისთვის, აიმისოთ რომ რაც შეიძლება მეტად შემსუბუქდეს თითოეული ამ ადამიანის ყოფა, გაცილებით უფრო წარმატებული გახდეს მკურნალობა თითოეულ მათგანთან მიმართებაში. შეხვედრა მქონდა ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებთან, არაერთი მშობელი იყო მთელი იმერეთის რეგიონიდან აი ამ შეხვედრაზე. შეხვედრა ძალიან საინტერესო დიალოგით წარიმართა, სადაც ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც მინისტრმა, ასევე წარმოდგენილმა პირებმა. დაინიცირდება ახალი პროექტი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობასა და სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსებაზე. მინდა გითხრათ, რომ მშობლებმა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადეს მინისტრს ამ ინიციატივისთვის. ვთვლი, რომ იშვიათი დაავადებები ნამდვილად მთელ მსოფლიოში არის ურთულესი პრობლემა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა წვლილს შეიტანს ამ პაციენტების მკურნალობაში, მათ შემდგომ გამოჯამთლებაში. ვფიქრობ, რომ ეს სიახლეები, რომლებიც რამდენიმე
კვირაში შევა ძალაში იქნება ერთ-ერთი წინადადგმული ნაბიჯი იმ გზაზე, რასაც ქვია ცისტური ფიბროზის დიაგნოზის მქონე პაციენტების უზრუნველყოფა და მათი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. პირველ რიგში მხედველობაში მაქვს იმ მედიკამენტების ნუსხის გაფართოება, რომლებსაც მიიღებენ ეს პაციენტები, ეს ეხება სიმპტომური მკურნალობის მედიკამენტებს და ეს ჩამონათვალი უკვე გაცილებით ფართო გახდა. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ეს არის სტაციონარიზაციის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის გაორმაგება, რაც შესაძლებლობას მისცემს კლინიკებს გამოიყენონ ის დიაგნოსტიკური მეთოდები და მკურნალობის ის საშუალებები, რომლის შესაძლებლობა ადრე არ იყო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის და ერთ-ერთი ალბათ მთავარი სიახლე გახლავთ ტობრამიცინის შესაძლებლობა, კოლომიცინა, ტობრამიცინ, ეს ორი ანტიბიოტიკი, ძვირადღირებული პრეპარატები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში იქნება ასევე უზრუნველყოფილი.